დღეს ვილაპარაკებთ ბევრს იმაზე, კონტენტ მენეჯერი ვინ არის საერთოდ, რას აკეთებს, როგორ გავხდეთ კონტენტ მენეჯერი, თუ გვინდა საერთოდ რომ გავხდეთ კონტენტ მენეჯერი, იმიტომ რომ შეიძლება აღმოაჩინოთ, რომ არა, ვნახოთ. მე ვეცდები, რომ მაქსიმალურად ზუსტად მოგიყვეთ, რა ხდება ხოლმე და რას ვაკეთებ და მე თვითონ ძალიან მიყვარს ეს პროფესია მართლა და ყველას ვურჩევ ხოლმე ესე, როცა ვინმეში პოტენციალს დავინახავ, მაგრამ ყველა მაინც ინდივიდუალურია და ვნახოთ, ზოგს მოგვიხდება, მოგვინდება, ზოგს არა. პირველი მოდი გავიაროთ ვისთვის არის კურსი, იმიტომ რომ ძალიან ბევრი სხვადასხვანაირი ტიპის კურსი არსებობს და თვითონ კონტენტ მენეჯერის სპეციფიკას როგორც ასეთი იმდენად განვითარდა და შეიცვალა წლების მანძილზე, რომ შეიძლება ცოტა კითხვები გამოიწვიოს ხოლმე ზუსტად რა შედის კონტენტ მენეჯერის ფუნქციაში და ამასაც გავივლით. მანამდე მინდა ვთქვა, რომ კურსი არის ყველასთვის, ვისაც სურს, რომ იყოს კონტენტ მენეჯერი მომავალში, არა აქვს მნიშვნელობა, უნდა რომ სულ განაკვეთად აქციოს ეს საქმე თუ ნახევარ განაკვეთზე გქონდეს ხოლმე, მთავარია უნდოდეს, რომ კონტენტ მენეჯერი იყოს მომავალში და ცოტა ესე რომ ვთქვა, პროფესიად მიუდგეს ამ ყველაფერს, იმიტომ რომ ხობა შეიძლება ბევრ ადამიანს ჰქონდეს, მაგრამ როცა პროფესიად აქცევ ამ ყველაფერს, ბევრი საკითხია, რაც ბევრად დეტალურად უნდა იცოდე და ამიტომ თუ ვცდილობთ, რომ თქვენ საქმე დაგციოთ, გამოგადგებათ ეს კურსი. ასევე ეს კურსი გამოადგებათ იმ ადამიანებს, ვინც უკვე არიან ისედაც ამ სფეროში, ოღონდ დამწყებ ეტაპზე და ცდილობენ, რომ განვითარდნენ. ვეცდები ხოლმე, რომ ზოგადად როცა შედგება რამდენიმე ადამიანი ჯგუფი, რომელიც უკვე იწყებს მეცადინეობას ამ კურსზე, ასე რომ ვთქვათ, ძალიან ხშირად ვაკვირდები, ვინ არის უმეტესობა, ან რა ეტაპზე არიან და შემდეგ მაგაზე არის ხოლმე მორგებული საკითხები და ის კითხვები, რასაც გავდივართ და ვამუშავებ და ასე შემდეგ. ამიტომ არ გეგონათ, რომ ეს კურსი არის რაღაც ისეთი კურსი, რომელსაც თქვენი ინტერესების მიხედვით ვერ შევცვლი და ვერ მოვარგებ, არა პირიქით თქვენ რაც დაგაინტერესებს რა ეტაპზეც იქნებით, მაგის მიხედვით მოდიფიცირდება. ასევე ეს კურსი მათთვის არის, ვისაც სურს, რომ აღმოაჩინოს რა როლია მეტად მისი და ამაში რას გულისხმობ შემდეგაც უკეთ მივხვდებით, მაგრამ მოკლედ რო ვთქვა, კონტენტ მენეჯერი, კონტენტ კრეატორი, ადვერტაიზერი და ალბათ ბევრი ფრაზა გაგიგიათ, რასაც სხვადასხვა როლებს ეძახიან ხოლმე ამ სფეროში და ძალიან ახლობელი როლებია ერთმანეთთან, ამიტომ ზოგ ადამიანს უჭირს, რომ გაარჩიოს რომელი როლი რას აკეთებს და ადამიანს კი არამედსაც გეტყვით, რომ ზოგჯერ კომპანიებმაც არიციან ხოლმე ზუსტად ვისი დაქირავება სჭირდებათ და ამიტომ მნიშვნელოვანია ხოლმე, რომ მაგაზე ბევრი ვისაუბროთ, ვინ რას აკეთებს, რომ მერე ზუსტად გავიგოთ, ჩვენ რა გვინდა ზუსტად რა ვაკეთოთ და შესაბამისად იმ ვაკანსიებს უპასუხოთ ხოლმე, რომელიც ჩვენზე იქნება მორგებული და არ შეითავსებთ რაიმე როლს, რაც არ გჭირდებათ ან არ გაქვთ სურვილი ან ასე შემდეგ. თან კურსის განმავლობაში ვეცდები, რომ იმ საკითხებს მოვედოთ, რაც შედის კონტენტ მენეჯერის პოზიციაში და მეტნაკლებად გაარკვევთ, რა არის უფრო სათქვენო და რა შეიძლება ნაკლებად იყოს სათქვენო ნაწილი. ვინ არის კონტენტ მენეჯერი, ამასაც მოკლედ რო შევეხოთ, ეს ძირითადად ვამბობ ხოლმე, რომ სამ ნაწილად იყოფა და ეს ნიშნავს, რომ ერთ შემთხვევაში არის სტრატეგია, იმიტომ რომ ძალიან დიდი ნაწილი ჩვენი საქმის, სანამ რამეს რეალურად ხელშესახებს გავაკეთებთ, პოსტი იქნება თუ ვიდეო იქნება თუ ასე შემდეგ, არის ხოლმე ბევრი შესწავლის პროცესი, აუდიტორიის შესწავლა, ტრენდების შესწავლა, კონტენტის სახეების შესწავლა და ბრენდის შესწავლა და ასე შემდეგ, რის შემდეგაც ადგენს სტრატეგიას, რომლითაც მერე მუშაობთ თქვენი ბრენდის კონტენტზე და ძირითადი ნაწილი მინდა რომ წინასწარ გითხრათ, რომ ეს იქნება იმის გარდა, რომ ხელშესახები კონტენტი გააკეთოთ და დიზაინერს ემუშაოთ და ასე შემდეგ, ეს პროცესი არის, რომელიც ერთხელ არ ხდება და არ მთავრდება, სულ მიდის სტრატეგიის ნაწილი. თქვენ შეიძლება რაღაცას უკვე როცა გამოცდილი იქნებით კონტენტ მენეჯინგში, ქვეცნობიერად რაღაცები გადააწყოთ თქვენ სტრატეგიაში გადმოაწყოთ, მაგრამ ისეთი პროცესი არა დაუსრულებელი, სულ ხდება ხოლმე ეს. შემდეგი არის კონტენტის შექმნელი და მმართველი, რაც პირდაპირ ნიშნავს, რასაც ვაკეთებთ, რომ ვაკონტროლებთ პროცესს, როგორ მიდის, ვაკეთებთ კონტენტს სხვადასხვა გუნდის წევრებთან ერთად, რომლებიც არიან დიზაინერები, კოპირაითერები ხანდახან და ასე შემდეგ. და შემდეგი არც ისე სხვებზე არანაკლებ მნიშვნელოვანი არის, რომ მომხმარებელი ვართ ჩვენ თვითონ არც ერთ ეტაპზე არ უნდა დაგვავიწყდეს ხოლმე, რომ დღის ბოლოს ჩვენს ადამიანები ვართ, რომლებიც სკროლავენ და რაღაცეები ჩვენს გვაქვს ჩვენი გემოვნება, რაღაცეები მოგწონს, რაღაცეები არ მოგწონს და ძალიან ხშირად ხდება ხოლმე, რომ ამას არ გებშენ კონტენტს, ზოგ შემთხვევაში სწორია ეგ, ზოგ შემთხვევაში არ არის სწორი და კურსის განმავლობაში იმასაც შევეხებით ხოლმე, ეგ როგორ მოვთოკოთ ხანდახან პირიქით ჩვენ სასარგებლოდ როგორ გამოვიყენოთ ეგ ყველაფერი. კარგი. თან შეგახსენებთ, რომ თუ რამე პრეზენტაციის შუაში შეგიძლიათ, რომ კითხვები დასვათ, თუ არა და ბოლოს გვექნება მაგისთვის გამოყოფილი დრო.
ერთი წამით გაჭედა. ხო. ეხლა ჩემსაც რო გითხრათ მოკლედ, იმიტომ რომ ძალიან ოფიციალურად დაწყება არ მიყვარს ხოლმე, მაგრამ თავიდან დასაწყისი ცოტა ეგეთია ხოლმე. ჩემ თავზე მაინც ვეცდები, რომ ცოტა უფრო უშუალოდ მოგიყვეთ, იმიტომ რომ ძალიან ოფიციალურად ვერც წარვადგენ. ამ წუთას ვარ Silk-ის კონტენტ მენეჯერი და ზოგადად პროფესიით ვარ კონტენტ მენეჯერი, ამას ვაკეთებ 2017 წლიდან პროფესიულად და ხუმრობით ვიცახი ხოლმე, რომ ისე 2011 წლიდან ვაკეთებ თქო, იმიტომ რომ ჩემი ჰობი იყო ბავშვობიდან ამის კეთება სხვადასხვა სახით, რასაც მაშინ კონტენტ მენეჯინგი არ ერქვა, მაგრამ სინამდვილეში ძალიან არ ვხუმრობ, იმიტომ რომ ყველა ადამიანს, ყველა სხვადასხვანაირია თავისთავად, მაგრამ ძირითადად იმ ადამიანებს, ვისაც კონტენტის კეთება მართლა უნდათ, ხოლმე პროფესიულად დიდი დოზით და შემდეგ სხვადასხვა როლებზე საქმდებიან სხვადასხვა ბრენდებზე, ძირითადად აქვთ ხოლმე ერთი ისტორია, რომ რაღაც წელს ბავშვობისას მართლა ხალისით დაიწყეს ამ რაღაცის კეთება და მერე შეყვნენ და ეგ არის ძალიან მნიშვნელოვანი ჩემი აზრით, იმიტომ რომ სტატისტიკას ჯერ ამაზე არავინ არ აწარმოებს და ოფიციალური კვლევა არაფერი არ ყოფილა, ამიტომ ვერ მოგატყუებთ, მაგრამ დასას ალბათ ივაკვირდები ჩვენს პატარა წრეში, რომელიც გვაქვს ჩვენი პროფესიის ადამიანებს, სულ ეგ ხდება მართლა, რომ თუ გიყვარს ამ საქმის კეთება, ისედაც აკეთებ რაღაც დოზით და მერე შეგიძლია საქმე დაქციო უბრალოდ და თან შემოსავლის წყარო იყოს, თან კარიერული ზრდის და ასე შემდეგ. კარგი, მეორე შემთხვევაში ვარ კოპირაითერი, იმიტომ რომ წერა მიყვარს ძალიან და სცენარებს ვქმნი ხოლმე სხვადასხვა მედია პროდუქტისთვის. ხან შეიძლება რაღაც სატელევიზიო პროდუქტი იყოს, ხან ციფრული პროდუქტი და ასე შემდეგ, პატარა ვიდეოებიც კეთდება ხოლმე კონტენტის წარმოების ნაწილში, რომლის სცენარებსაც ისედაც ვწერთ ხოლმე კონტენტ მენეჯერები და მოკლედ აბსოლუტურად შერწყმულია ეს ჩემს საქმიანობასთან და მესამე რაც მინდა და მეთქვა არის, რომ თქვენი პატარა short-cut-ი ვიქნები, ესე რომ ვთქვათ, არ ვიცი, შპარგალკად შეგიძლიათ დაარქვათ, რომ ის დეტალები გაგიზიაროთ, რაც წლები დავაგროვე ამ პროფესიაში და რაღაცეები კურსით შეიძლება ყველაფერი ერთდროულად ვერ ისწავლო, მაგრამ ის რაღაცეები, რასაც შეიძლება რომ პრაქტიკაში ან გენახათ, ან ვერა, ვცდილობ ხოლმე რომ თავი მოუყარო და მართლა მინდა რომ ამ კურსის შედეგად ბოლოს თქვენი შეგრძნება დაგვრჩეთ, რომ პრაქტიკაში რაღაცეები უკვე აკეთეთ და ამას ისედაც ვეცდებით, რომ რაღაცეები გავაკეთოთ, იმიტომ რომ აი ჩვენი პროფესია არ არის ისეთი, რაც საუკუნეები არსებობდა და დაიხვეწა და უამრავი სახელმძღვანელო შეიქმნა და ასე შემდეგ არა. ისეთი პროფესია, რომელიც ეხლა დგება ფაქტობრივად და ეხლა იღებს რაღაც ჩარჩოს, როგორი უნდა იყოს, როგორ უნდა მიყვე, როგორ არ უნდა მიყვე. ამიტომ წლების განმავლობაში, როცა ვმუშაობთ ამ სფეროში, რაღაც ცოდნები გვიგროვდება, რაც მერე შეგიძლია უკვე რომ სხვა ადამიანს ისე გაუზია, რომ იმ ადამიანმა იმდენივე აღარ იწვალოს. სხვა პროფესიაში, რაც წიგნებით ხდება ბჭყალებში, ამ პროფესიაში ვცდილობ ხოლმე, რომ ესეთი კურსებით მოგაწოდოთ, იმიტომ რომ ესე ოპტიმალურია და ძალიან წვალება არ მოგიწიოთ პირველ რამდენიმე წელიწადში მაინც მუშაობის დაწყების. კარგი. თან მგონი მაქვს რაღაც ჩამონათვალიც ბრენდების მინიმალურად, რასაც მიმუშავია ამ წუთას Silk-ზე ვმუშაობ და ზემოთ რა ბრენდებსაც ხედავთ არის უფრო მასშტაბურად და კორპორატიულად ვისთანაც ვმუშაობ, Dionji იყო მათ შორის რუსთავი ორი ფორმულა კრეატივი და აჭარაბეთი ვისთანაც ყველაზე მეტად წლები ვითანამშრომლე. შემდეგი ბრენდები არის ის ბრენდები, რომლებზეც სააგენტოებში მუშაობის დროს მიწევდა მუშაობა, ამიტომ ეგენიც გამოვიტანეთ, თუ დაგაინტერესებთ. ასევე რამდენიმე სლაიდზე მაქვს კონკრეტული кейსები, რაც მიკეთებია რამდენიმე მათგანი და თუ დაგაინტერესებთ, შეგიძლიათ გადახედოთ ამაზე, ახლა დიდად თავს არ შეგაწყენთ, მაგრამ თუ წარმოდგენის შექმნა მოგინდებათ ლექტორზე, რომ სიტყვაზე არ მენდოთ, რომ ვიცი ჩემი საქმე და ისე ჩახედოთ, შეგიძლიათ ჩახედოთ. მაგალითად, ძალიან მეამაყება ხოლმე რამდენიმე ნაწილი, რომ აჭარაბეთში რო ჰაილაითები იქნებოდა 2018 წელს, მაშინ მე ვმუშაობდი ამ ყველაფერზე და რამდენიმე პროექტია, რომელიც მომწონს და მოკლედ თუ გაგიხარდებათ, გადახედოთ, თუ არ გაგიხარდებათ, არ გადახედოთ. მაგრამ რაც არ უნდა გამოგრჩეს და მნიშვნელოვანი რაც არის, რას ვისწავლით ამ კურსზე. ამ კურსზე ძირითადად რასაც შევეხებით არის კონტენტ მენეჯმენტის საბაზისო ნაწილები, იქნება ეს თეორიულიც და პრაქტიკულიც და პრაქტიკაში ყოველთვის ვცდილობ ხოლმე რომ ყველა ლექციაზე იყოს ერთი სამუშაო, მაინც ან იქვე, ან საშინაო დავალების სახით, რომელსაც
სახლში შეასრულებთ და მე ამაზე რა თქმა უნდა უკავშირს მიიღებთ აუცილებლად. ასევე რასაც გავივლით ძალიან დიდი დოზით და ბევრს ვივარჯიშებთ ამაზე არის კონტენტის სახეები და ფორმატები და საუკეთესო პრაქტიკები, რაც კონტენტის წარმოებაში არსებობს. ზოგადად ჯამში როგორ შევკრათ მუშა და მოქმედი კონტენტ კამპანია, იმიტომ რომ ყველაზე ხშირად ადამიანებს რაც უჭირს თუნდაც ალღო კონდეთ ამ საქმის არის ხოლმე რომ ეს ყველაფერი შეიკრას კამპანიად, იმიტომ რომ კონტენტის კეთების ალღო როცა გაქვთ დღეს ისეთი დროა რომ ბევრი თული გვაქვს, ბევრი აპლიკაცია გვაქვს, რითიც შეიძლება რომ კონტენტი გააკეთოთ, თუნდაც ვიზუალი გააკეთო, რომც არ იყო გრაფიკული დიზაინერი, მაგრამ ამის კამპანიის შეკრა არის ყველაზე პროფესიული ნაწილი და ყველაზე რთული, რომელსაც სჭირდება ყველაზე მეტად სწავლება, თორე ცხადია რაღაც პოსტის აწყობა და კოპის დაწერა ისე რომ რაღაც ფულ ქართული კარგად იცით არ შეგეშალოთ, შესაძლებელია რომ გააკეთოთ თავადაც და იმის მიხედავთ რომ მაგასაც გავივლით, ყველაზე მნიშვნელოვანია მაინც როგორ შევკრათ რაღაცები კამპანიად. ასევე ძალიან დიდი დოზით ვეხებით როგორ ვეთანამშრომლოთ სხვა ახლო რგოლებს, იმიტომ რომ ეგ არის ხოლმე ერთ-ერთი ყველაზე სუყე და რთული ნაწილი ჩვენი საქმის, ეს არის ადვერტაიზერებთან მუშაობა, ეს არის გრაფიკულ დიზაინერებთან მუშაობა, ვიდეო მომონტაჟერებთან მუშაობა და ასე შემდეგ, როგორ დავწეროთ ბრიფი მათთვის, დავალება როგორ შევქმნათ მოკლედ და შემდეგ ზედამხედველობის ნაწილში რამდენად ჩავერიოთ მაგ საქმეში, რამდენად ვერ ვერავით და საბოლოო ჯამში როგორ მივიღოთ ისეთი პროდუქტი, რომელიც გვჭირდება. ჩემი ვიდეო მიჭედავს და მგონი დასაყენია. თუ ძალიან გაჭედავს ხმა ან რამე გთხოვთ რომ მითხარით, იმიტომ რომ თუ გაჭედავს ხმა ვიდეოს გამოვხთავ. რაღაცა აურია. ბოდიში. მგონი ეგ არის. ტექსტებზე მუშაობას გავივლით ასევე და Facebook-ის, Instagram-ის, TikTok-ის და LinkedIn-ის სპეციფიკას, იმიტომ რომ ამ წუთას საქართველოში ჯერჯერობით ეს 4 სოციალური ქსელია ყველაზე აქტიური, რომელზეც მუშაობთ ხოლმე კონტენტის სახით. ვერ გავივლით ვიზუალის ლამაზად კეთებას, როგორც ხედავთ, იმიტომ რომ გრაფიკული დიზაინერების საქმეა და მედიდად არ გამომდის და ეს პრეზენტაციაც არც ისე ლამაზი არ არის, მაგრამ დიზაინერებთან მუშაობა კარგად გამომდის მართლა და მაგას გავივლით. კარგი, კიდე რას ვისწავლით ერთი წუთი. კიდე დღეს მინდა რომ შევეხოთ, სად თავსდება კონტენტ მენეჯერი მარკეტინგის და კრეატიულ გუნდებში, ოღონ ეს რომ ესე ფრაზა დარჟღერდეს უბრალოდ, მოკლედ მინდა გითხრათ ცოტა შინაურულად რა ხდება. მოკლედ თქვენ როცა მოგინდებათ რომ კონტენტ მენეჯერად დაიწყოთ მუშაობა, კონტენტ მენეჯერად მუშაობა შეიძლება ყველაზე ძირითად შემთხვევებში ორი სხვადასხვა სახით. ერთი არის რომ რომელიღაც კომპანიაში მიდიხართ და მარკეტინგის გუნდში მუშაობთ, მეორე არის რომ მიდიხართ სააგენტოში, ძირითადად ადამიანები დღეს ახალგაზრდები განსაკუთრებით ვისაც უნდათ ხოლმე რომ კონტენტ მენეჯერად იმუშაონ, დიდი დოზით მიდიან ხოლმე სააგენტოებში, იმიტომ რომ პოპულარულია სააგენტოებში მუშაობა ზოგადად, კრეატივს ასევე არავინ არ გიზღუდავს და მოკლედ ორი ყველაზე გავრცელებული და საქმებელი ვინც არის ამ სფეროში არის კომპანიები თავისი მარკეტინგული გუნდებით და კრეატიული სააგენტოები და ორივეს ცოტა სხვადასხვა წყობა აქვს თავისი შიდა სტრუქტურის და ვეცდები რომ კონტენტ მენეჯერი როცა ხართ თქვენ სად თავსდებით ამ წყობაში, ეგ მოგიყვეთ მოკლედ ლექციების განმავლობაში, როცა სალექციო კურსი უშუალოდ დაიწყება, ამას უფრო დეტალურად გავივლით, მაგრამ დღეს ვეცდები რომ მოკლედ მოვხაზო მაინც რომ მარკეტინგის გუნდში არსებობს ხოლმე კომპანიაში რამდენიმე მთავარი რგოლი და ეს არის ციფრული გუნდი, პროდუქტების გუნდი, კონტენტ სოციმედია გუნდი, რომელიც ერთიანდება ხშირად იშვიათად თუ დიდი კომპანიაა ცალ-ცალკეც არის და გაყიდვების გუნდი და ყველა ამ გუნდთან თანამშრომლობთ ინფორმაციის მოპოვების ნაწილში, კონტენტის დადასტურების ნაწილში, იმიტომ რომ ხანდახან კონტენტი, რომელიც მზადდება ბრენდის სახელით, ცხადია მარტო ჩვენ არ გვეხება და მარტო ჩვენ არ ვადასტურებთ საბოლოო ჯამში ხანდახან და ამაში ერთვებიან სხვა რგოლებიც და ჩვენ სადაც შევდივართ ამ დროისთვის არის კონტენტის გუნდი ან სოციმედია გუნდი უფრო მოცულობით შემთხვევაში. ძირითადად ამ გუნდებში შედიან ხოლმე კონტენტ მენეჯერი, კონტენტ სტრატეგი, ხანდახან იშვიათად ცალ-ცალკეც არის, ასევე კონტენტ კრეატორი. კიდევ რაც ხდება ხოლმე ბოლო წლებში არის, რომ TikTok კრეატორები გამოიყვნენ ცალკე პროფესიად და TikTok-ის შემქმნელი შეიძლება ცალკე არსებობდეს, იმიტომ რომ საერთოდ სხვა სპეციფიკაა, თუ გინდა რომ ძალიან პროფესიონალურად აკეთო TikTok-ი, ყველა ტრენდიზე პირად უნდა იცოდე, ამიტომ ძალიან ხშირად ამას ცალკე აკეთებს ხოლმე ვინმე, ასევე ციფრული პროდიუსერები თუ ვიდეო კონტენტი მზადდება ძალიან დიდი დოზით, მაგრამ თუ პატარა კომპანია და ეს ყველაფერი უდიდესი დოზით არ მზადდება, მაშინ ერთი ადამიანი ითავსებს ხოლმე ამ ყველაფერს ძირითად ნაწილში.
აი, კრეატიულ გუნდში რა სხვაობაც არის ესეთი რამე, რომ ნაკლები ადამიანია გუნდში კონკრეტულ პროდუქტზე მიმაგრებული, იმიტომ რომ კრეატიული სააგენტოები ძირითადად ემუშავებიან კომპანიებს, იმ კომპანიებს, რომლებსაც თავისი მარკეტინგული გუნდი ისედაც ყავთ. ამიტომ კრეატიულ გუნდში უფრო მეტად შეხვდებით თქვენსავით სხვა კრეატიულ ადამიანებს, რომლებსაც თავთავისი საქმე აქვთ ბრენდებთან კომუნიკაციის და კლიენტებთან ინფორმაციის მიმოცვლის აკაუნტინგის გუნდი ქვია ასეთ გუნდს. ასევე არის ხოლმე პროდაქშენის გუნდი, რომელიც უშუალოდ იღებს რეკლამებს ვიდეო მასალას და ასე შემდეგ და არის კოპირაითერების გუნდი და კონტენტის გუნდი, რომელიც ხან ერთიანდება, ხან არა. განსხვავება მოკლედ რო გითხრათ, მთავარი ამ ორ სახის გუნდში, მარკეტინგის და კრეატიული გუნდის შემთხვევაში ის არის, რომ მარკეტინგის გუნდში, როდესაც ხართ თვითონ უშუალოდ ხართ ბრენდის წარმომადგენელი და ბევრი რამე ბრენდზე თქვენ ისედაც იცით და ერთის პრივილეგია ეს არის. კრეატიული გუნდის პრივილეგია ის არის, რომ ცოტა შორს ხართ ბრენდებისგან, იმიტომ რომ რამდენიმე ბრენდზე მუშაობა გიწევთ და ყველაზე ყველაფერი შიდა სამზარეულოს მხრივ ვერ გეცოდინებათ, მაგრამ მეტი თავისუფლება გაქვთ, რომ ბევრი კრეატიული მიმართულებას ცადოთ და თქვენი პროდუქტი იპოვოთ, რომელზე მუშაობაც უფრო ძალიან გიხარიათ, მაგალითად კრეატიულ სააგენტოში შეიძლება რომ მუშაობდეთ ავტომობილების ბრენდზე და ერთდროულად მუშაობდეთ ასევე სადღაც გამომცემლობასთან, რომელსაც საერთოდ სხვა პროდუქტი აქვს, ამიტომ თქვენი სათქვენო პროდუქტის პოვნის შანსი უფრო დიდი არის. ისე გემოვნებაზე არის, რა თქმა უნდა, დამოკიდებული სად მუშაობა უფრო გიყვართ ამ ეტაპზე მე მაგალითად კომპანია ვარჩიე და კომპანიაში ვარ, იცვლება ხოლმე ყველაფერი. კარგი, ერთი რაც შეიძლება კიდე გაინტერესებდეთ და რაზეც ბევრი კითხვა მოდის ხოლმე არის, რომ რამდენად ერთი და იგივე ადამიანია კონტენტ მენეჯერი და კონტენტ კრეატორი. აი, ზუსტად ვიცი როგორი ფრაზა თან შევხვედრიათ ერთიანად და ხან რას შეხვდებით, როცა ვაკანსია იდება, ხან რას შეხვდებით. ძალიან მოკლედ რო ავხსნა, იდეაში დიდი სხვაობაა. კონტენტ მენეჯერი რასაც აკეთებს არის, რომ კონტენტ მენეჯერი პირდაპირ გაგებით სიტყვა როგორც არის რომ ამენეჯებს იმ პროცესს რომ კონტენტი მივიდეს მომხმარებლამდე კომპანიის სახელით ეს ნიშნავს რომ კონტენტ მენეჯერს აბარია ფაქტობრივად ყველაფერი ამ კონტენტის წარმოების პროცესში ეს არის ვიდეო კონტენტი გაკეთდება თუ სტატიკური ანუ ვიზუალური კონტენტი გაკეთდება რომელ პლატფორმაზე გაკეთდება ტექსტები როგორი იქნება ხოლმე და დიზაინერი როგორ ვიზუალს აწყობს და ასე შემდეგ კრეატორს რაც ეხება, კრეატორი არის პირდაპირ გაგებით შემქმნელი. კრეატორი არის ხოლმე ყველაზე ხშირად ის ადამიანი, მით უმეტეს დღევანდელ რეალობაში, ვინც დადის და იღებს TikTok ვიდეოებს, Instagram rilებს, ან თავისი ხელით ქმნის მოკლედ კონტენტს, რომელიც უნდა დაიდოს. ჩვენი კურსი შეეხება კონტენტ მენეჯერებს მხოლოდ და გავივლით იმას, რას უნდა აკეთებდეს კონტენტ მენეჯერი და როგორ უნდა მუშაობდეს კონტენტ მენეჯერი. კრეატორებსაც რა თქმა უნდა შორიდან შევეხებით, რომ ძირითადად რაში გვეხმარებიან ხოლმე ან როგორ ვინაწილებთ როლურად საქმეებს, მაგრამ კრეატორი კიდე ცალკე პროფესიაა, რომელიც უშუალოდ ხელით ვიდეოების შექმნას გულისხმობს და ვიზუალური კონტენტის და ასე შემდეგ. მოკლედ, ერთი ხელით შექმნაზეა კონცენტრირებული, მეორე მთელი პროცესის მართვაზე, რომელიც მოიცავს არა მხოლოდ კონკრეტულ შექმნილ კონტენტს, არამედ სხვა message box-ებს და ბრენდის იმიჯს და მთელი ამბავი მოკლედ სხვა პროფესიებია. ძალიან იშვიათად ერთიანდება ხოლმე ბოლო დროს იყოფა ძირითადად ვაკანსიების დროსაც, მაგრამ ხანდახან ერთიანადაც აკეთებენ ხოლმე. ეგეც ცხადია თქვენი გადასაწყვეტი იქნება გაგსულველი თუ არა, რომ ან ერთზე იმუშაოთ კონკრეტულად, ან ორივეზე ერთად. ვეცდები, რომ ასევე მოკლედ მოგიყვეთ აუცილებელი და სასურველი უნარები რა არის კონტენტ მენეჯინგის, თუ რამე კითხვა გექნებათ, შემოწყვეტინეთ, მაგასაც შეგახსენებთ. კარგი, აუცილებელი უნარები რაც არის, რაც შეგიძლიათ რომ პრინციპში დღესვეც დაფიქრდეთ თქვენ რომელი უნარები გაქვთ, რომ გინდათ თუ არა ამ პროფესიაზე მუშაობა, მაგრამ რაღაცები არის, რასაც ნაწილობრივად და პროცესში აღმოაჩენ ხოლმე, რომ ან გააქვს ამ საქმეში, ან არა. ერთი რაც ყველა ვარიანტში გჭირდება ხოლმე იდეების გენერირების უნარია, იმიტომ რომ რამდენად ზუსტადაც არ უნდა იცოდე როგორ სტრატეგიას გაყვედა, როგორი კონტენტის შექმნა და ფოტო ჯობია თუ ვიდეო ჯობია, რაღაც იდეების მოფიქრება შენით გიწევს ყველა ვარიანტში და იდეების გენერირება მნიშვნელოვანია და ყველას ვახსენებ ხოლმე, რომ ეს არის ჩვენი საქმის უდიდესი ნაწილი, იმიტომ რომ ძალიან ბევრი ადამიანს გონია, რომ
მარტივი პროფესია, მარტივი საქმეა თუ რაღაც ეგეთი, მაგრამ ხანდახან რო სახალისოა არ ნიშნავს, რომ ძალიან მარტივი საქმეა. მე მგონია, რომ ერთ-ერთი ყველაზე დიდი ენერგია მეაქვს მართლა ყოველ წუთას, როცა გიწევს იდეების გენერირება. ფაქტობრივად 1-10 წელი თუ მუშაობ კონტენტ მენეჯერად, 10 წელი ფაქტობრივად უწყვეტად გიწევს იდეების გენერირება თან ერთ კომპანიასთან, რო იდეებს მიიტან, მეორე კომპანიასაც იგივე იდეას ვერ მიუტან ცხადია. ამიტომ სულ მთელი ცხოვრება ფაქტობრივად გიწევს, რომ ახალ-ახალი რაღაცები იფიქრო და საერთოდ არ არის მარტივი. მაგრამ მე მაგალითად ეგ სირთულეც მიყვარს და ეს პროფესია გიყვარებათ ეს ნაწილი თქვენც. ასევე დაგეგმვის უნარი არის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ დაგეგმვის გარეშე ბევრი საქმე ვერ კეთდება კონტენტ მენეჯინგში. რესურსების სწორად მობილიზების უნარი, ამაში ის იგულისხმება, რომ შეიძლება თქვენ რაღაც ეტაპზე ან გუნდი ჩაგებაროთ, რომ არ ჩაგებაროთ ისეთი პროფესია კონტენტ მენეჯინგი, რომ ისედაც გიწევთ ძალიან ბევრ ადამიანთან ურთიერთობა და თქვენ ყველაზე კარგად უნდა შეგეძლოთ, რომ ამ ადამიანების უნარების მობილიზება თქვენ თავზე აიღოთ, ან უნდა იცოდეთ ზუსტად რა როლის ადამიანი გჭირდებათ კონკრეტული კონტენტისთვის, რომ მერე კომპანიასთან ეს ყველაფერი შეათანხმოთ და მოკლედ ამ უნარის გარეშეც დიდად ვერ ვარსებობთ ხოლმე. შემდეგ არის წერის უნარი, იმიტომ რომ ხშირად ჩვენ გვევალება, რომ შევქმნათ უამრავი ტექსტი და ძირითად შემთხვევაში ეს არის ხოლმე ეგრეთ წოდებული caption-ის სახით, ანუ პოსტის ტექსტი რა იქნება. პროექტების გაძღოლის უნარი, ანალიტიკის უნარი და ტრენდებთან ახლოს ყოფნა. ოღონდ ტრენდებთან ახლოს ყოფნა ხან შემყავს უნარებში, ხან არა. ძირითადად მგონია, რომ ალგოს ამბავია, რომელსაც ისედაც გამოვიმუშავებთ ხოლმე, როცა დიდი დოზის კონტენტთან გვაქვს შეხება და დიდი დოზის კონტენტთან ყველას გვაქვს ბოლო დროს შეხება. რაც ეხება სასურველ უნარებს, შექმნის უნარი, ანუ კონტენტ კრეატორი, რასაც აკეთებს ძირითადად ეგ ძალიან დიდი დოზით კარგი იქნება, რომ თქვენ შეგეძლოთ, იმიტომ რომ როცა იცი რაღაც ზუსტად როგორ კეთდება, იმის მიუხედავად სხვა ადამიანი აკეთებს ამას თუ არა, უფრო უკეთ შეგიძლია რომ ჩაერიო და უფრო უკეთ მიხვდე, სწორად გაკეთდა თუ არ გაკეთდა სწორად. ასევე გამოცდილებით შემილია გითხრათ, რომ როცა მიმუშავია ადამიანებთან, რომლებიც შეიძლება ძალიან კარგი მენეჯერები არიან, მაგრამ არ იციან რაღაც კონტენტი როგორ შექმნან, მაგალითად მე უჭირთ, რომ დავალებათ უნდა შენ გადმოგცენ, ან ზუსტად შეიძლება ვერ მიხვდნენ შენ კარგი კონტენტი მიუტანე თუ არ მიუტანე კარგი კონტენტი. ამიტომ არა აქვს მნიშვნელობა თქვენ მენეჯერულ როლზე მოგიწევთ ყოფნა თუ უშუალოდ დავწყებ კონტენტ კრეატორად, მაინც მნიშვნელოვანია, რომ ეგ შექმნის უნარის რაღაც ალღო მაინც გქონდეთ, იმიტომ რომ მიხვდეთ რაღაც სწორად კეთდება თუ არ კეთდება. ასევე ვიზუალური სტილი და გემოვნება არის სასურველი, იმიტომ რომ ძალიან კარგ შემთხვევაში ეს დიზაინერს ექნება, ისედაც და მე მონტაჟერს ექნება და წესით ყველა ადამიანს უნდა გქონდეს ვინც გეთანამშრომლებათ, მაგრამ ხანდახან შეიძლება რომ კონკრეტულ ბრენდს ვერ მოერგოს სხვა ადამიანის გემოვნება ან ასე შემდეგ და კარგი იქნება თუ თქვენს რაღაც აღქმა გექნებათ ვიზუალური, რომ სხვას მარტივად უთხრათ რა შეცვალოს ვიზუალში ან ასე შემდეგ, თორე ძალიან იტანჯებიან ხოლმე მე დიზაინერები, მე მონტაჟერები და ასე შემდეგ, ვიღაც რო ეუბნება ხოლმე, რომ აი რაღაც არ მომწონს და უწევთ ხოლმე, რომ ყველაფერი ახლინა შექმნა და რაც უფრო ზუსტად გეცოდინებათ რა არ მოგწონთ, უკეთესი არის ამაზე ვილაპარაკებთ იდეაში ბევრს, რომ მომავალში ჩხუბები ავირიდოთ დიზაინერებთან, რაც ამ პროფესიაზე თუ ჭორაობთ ვინმე დაქალთან, რომელიც ამ პროფესიის არის, გაგონილი გექნებათ. კიდე რაც არის სასურველი უნარი, არის ტექნიკური უნარები თავისთავად, იმიტომ რომ როცა advertisers რაიმე ჩვენი კონტენტის დარეკლამებას ვავალებთ, ჩვენც უნდა გვესმოდეს რა შეუძლია ზუსტად და რა არ შეუძლია, მაგრამ დიდი ღრმა ცოდნა ამაზე სავალდებულო არ არის. მინიმალურად და სასურველია, რომ მინიმალურად მაინც გქონდეთ და ამასაც გავივლით და კომუნიკაციის უნარი თავისთავად, იმიტომ რომ კონტენტი ხშირად შეიძლება შენ შეადგინო სტრატეგიად და მერე წარდგენა მოგიწიოს სხვადასხვა ადამიანებთან და ამ წარდგენის უნარი მნიშვნელოვანია და კომუნიკაციის უნარიც ადამიანებთან, იმიტომ რომ შეიძლება გენიალური კონტენტი გააკეთო, მაგრამ მოგიწევს, რომ შენი კონტენტის გენიალურობაში დაარწმუნო შენი უფროსი, შენი დიზაინერი, კომპანიის უფროსი, მოკლედ თუ კარგი კომუნიკაციით ვერ წარადგინე შენი გენიალური გეგმა, შეიძლება საერთოდ არ აკიდასტურონ და წყალში ჩაგეყაროს, ამიტომ ეგ უნარიც მნიშვნელოვანია. იმასაც ვეცდები კურსის განმავლობაში მით უმეტეს თქვენს თუ გეხალისებათ და გექნებათ სურვილი, რომ რაღაც რომელიმე ერთი დღე მაგალითად შეიძლება მოვიდეთ და დაუთმოთ რაღაც პრეზენტაციების წარდგენას, რომელსაც კურსის განმავლობაში ისედაც ვაკეთებთ. ზოგადად კურსის ერთი დიდი, ყველაზე დიდი ნაწილი რაც არის, რაც ფინალურ სამუშაოდ ითვლება შემდეგ, არის პრეზენტაცია კონტენტ გეგმის, რომელიც გექნებათ გაკეთებული თქვენი ბრენდისთვის. თქვენ ბრენდად გინდათ თქვენს პირადად რამე ბრენდი თუ გაქვთ იმას აარჩევთ, თუ გინდათ რომელიმე ნებისმიერ არსებულ ბრენდს აიღებთ, რომელზეც იმუშავებთ კურსის განმავლობაში, ამაზე მერე ვილაპარაკებ უფრო დეტალურად და
მაგის თავისუფლება გექნებათ, მაგრამ ფინალური ნამუშევარი ახლავე რო იცოდეთ, მაგას მოიცავს, რომ კონტენტ გეგმა შევადგინოთ. ხოლო თუ გექნებათ სურვილი, პრეზენტაციებადაც გავაკეთოთ და ცოტა ერთმანეთთან წარდგენად ვცადოთ ამ ყველაფრის და წესით სახალისოც იქნება. კარგი. ხო, ეხლა მინდა რომ ვილაპარაკო იმაზე, რა ხდება ხოლმე დღის განმავლობაში კონტენტ მენეჯერის ხილში, იმიტომ რომ ძირითადად ეს არის ხოლმე რაც აინტერესებთ, რომ აი იდეალურ ვარიანტში დავუშვათ ყველაფერი კარგად ვისწავლეთ და კარგად დილას დავსაქმდით და აი რა მომიწევს რომ ვაკეთო 8 საათი. და ხანდახან წარმოუდგენელიც მგონია ხოლმე შორიდან, რომ აი იმდენად მოკლე და ასახსნელი არის კონტენტ მენეჯერის საქმე, რომ 8 საათი მაგას როგორ ვაკეთებ მეც ვერ ხვდები ხოლმე, მაგრამ ეხლა ჩამოვთვლი. და ეგრე შედგება 8 საათი. ერთი რაც თავარი არის, რომ კამპანიის დაგეგმაში მონაწილეობთ სულ და ამ კამპანიაში შედის ყველაფერი, რაც შეიძლება, რომ კომპანია სჭირდებოდეს, მაგალითად არსებობს ხოლმე, ეხლა ჩაიარა მაგალითად 8 მარტის კამპანიებმა და ეგეთი სადღესასწაულო კამპანიები არის ხოლმე, ხანდახან არის, რომ რაღაც ახალი პროდუქტი გამოუშვა კომპანიამ და სამაგისო კამპანიას ატარებს. მოკლედ, სულ რაღაც კამპანია ხდება კომპანიაში და თქვენ ამაში უნდა იყოთ მაქსიმალურად ჩართული, იმიტომ რომ კონტენტი ერთ-ერთი ყველაზე დიდი დოზით ციფრული კონტენტი არის, რაც მონაწილეობას იღებს ამ ყველაფერში, იმიტომ რომ ბოლოს ნაკლებად და ნაკლებად პოპულარული ხდება ტელევიზია და სხვადასხვა საშუალებები, რითიც ადრე რეკლამას აკეთებდნენ ბრენდები, ეხლა ძირითადად ნაწილში გიწევთ ხოლმე, რომ ციფრულ კონტენტზე იყოს კონცენტრაცია, ამიტომ თქვენ გიწევთ დიდი დოზით ამაში ჩართვა. ამის შემდეგ რაც მოდის არის კონტენტის მოფიქრება და უკვე სოციმედია გუნდთან და დიზაინერთან მუშაობა იმაზე, როგორ გაკეთდება ეს კონტენტი და ყველაზე მსუყე ნაწილი ეს არის, ყოველდღიურად რასაც აკეთებ დიზაინერს აძლევთ დავალებას, მერე მიიღებთ მათგან ამ ნამუშევარს, თქვენ ცვლით ამ ნამუშევარს მათთან ერთად, ადგენთ ტექსტს, მერე მუშაობთ ადვერტაიზერებთან ერთად, რომ რეკლამაზე გაუშვან, მოკლედ სხვადასხვა ადამიანებს ვადასტურებინებთ ამ ყველაფერს და ძირითადად ესე ვამენეჯებთ, რომ მთელი პროცესი კარგად წავიდეს და არსად არაფერი არ აირიოს, რომ დაიდება მერე ხო სწორად დაიდო და მოკლედ მთელი ამბავი. და ასევე რასაც ვაკეთებთ არის კონტენტისთვის თვალისწევნება, რაც უკვე ვახსენე რაღაც დოზით რომ არ აირიოს. ყველაზე მეტად შემდეგ რასაც აკვირდებით თუ ყველაფერი კარგად წავიდა არის, რომ რამდენად კარგად წავიდა მართლა. იმიტომ რომ რაღაც კონტენტმა შეიძლება იმუშაოს, რაღაც კონტენტმა შეიძლება არ იმუშაოს, ყველა ვარიანტში უნდა დავაკვირდეთ, რა მიმუშავა, რა არა და მაგის მიხედვით გავაგრძელოთ და მით უმეტეს როცა რაღაც იმუშავებს, მაშინ იმის მიღმაც უნდა დავაკვირდეთ, რატო იმუშავა და რატო არ იმუშავა, იმიტომ რომ ჩვენ მაგალითად შეიძლება მიზნად გქონდა, რომ რაღაც კონტენტი გაგვეკეთებინა იმისთვის, რომ გაყიდვები გაგვეზარდა, აღმოჩნდა, რომ გაყიდვები ვერ გავზარდეთ, მაგრამ სამაგიეროდ აღმოჩნდა, რომ ძალიან ბევრმა ადამიანმა გაიგო ჩვენს შესახებ, ესე იგი კონტენტი წარმატებული გამოდგა, მაგრამ იმ კუთხით არ არა კუთხითაც ჩვენ გვინდოდა. მაგასაც სამუშაოა, შეიძლება თქვენ ამის მიხედვით მიზანი შეცვალოთ, ან პირიქით კონტენტი შეცვალოთ, რომ რაც გქონდათ უკვე იმ მიზანს მოერგოს მეტად. და სხვადასხვა მოკლედ სტატისტიკაზე დაკვირვების იმ სერჩებით, რაც ინსტაგრამზე და ფეისბუქზე უკვე გვაქვს, ვეცდები, რომ კურსის განმავლობაში გავიაროთ ხოლმე მაქსიმალურად რაც შეიძლება, რომ მიხვდე, რატო იმუშავა რაღაც კონტენტმა და რატო არ იმუშავა, ან რატო იმუშავა კონკრეტული კუთხით. და ამაზე ვეცდები, რომ ბევრი იმუშაოთ ხოლმე და რაღაცეები არ გაგვემაზოს, თუ არ გამოგვივიდა რაღაც მიზანს თუ ვერ მივაღწიეთ და ასე შემდეგ. ეს უბრალოდ ერთი კონტენტ კამპანია მაქვს დასკრინული იმის წარმოსადგენად, რომ კონტენტ მენეჯერი რომ მუშაობს ბოლოს რაზე აისახება, იმიტომ რომ შეიძლება რაღაც კომპანიის ინსტაგრამზე შედიხარ ესე და ვერ ხვდები აქ კონტენტ მენეჯერი რაში ჩაერთო, იმიტომ რომ დიზაინერებს ხედავ, რომელიც დიზაინერმა გააკეთა, მართალია რომ ეს დიზაინერი კონტენტ მენეჯერის დავალებით მუშაობდა, მაგრამ მაგის მიღმა ეს რომ დავაკვირდეთ არის Adblex-ის კრეატიული კონკურსის გვერდი, სადაც შარშანდელი კონკურსი არის გამოტანილი და ეთყობა ფიც, რომ კონტენტ მენეჯერმა ძირითადად რაზეც იმუშავა იყო, რომ შექმნა სხვადასხვა სახის კონტენტ სერიები, ჟიურისთან მიმართებაში, ასევე შექმნა კონტენტ სერია, რომელზეც მისი იდეა იყო, რომ წითლად გამოეტანათ რაღაც ნახატები, რომელიც ბრენდთან შესაბამისობაში გააკეთა ყველა ვარიანტში, ასევე countdown-ები მიდიოდა ხოლმე ამ გვერდზე და ესეც კონტენტ ლაინი არის, რომელიც კონტენტ მენეჯერმა აწარმოა. მოკლედ კონტენტ მენეჯერის საქმე რაც არის, ყველაზე დიდი დოზით არის სინამდვილეში ის, რაც feasible-ს გამოდის, მაგრამ უბრალოდ დიზაინებს ხედავთ უცებ და შეიძლება ვერ მიხვდეთ ხოლმე მან კონტენტ მენეჯერი რას აკეთებდა, თუმცა ბოლოს რო შეკრული და ლამაზი ფიდია ხოლმე, ძირითადად მაინც არის ამ პროფესიის დამსახურება.
კარგი. ერთი რაც ასევე პირად მაგალითად შემიძლია გაგიზიაროთ რა ხდება ხოლმე ზოგადად კონტენტის დამუშავებისას და რა ეს რაღაც მითიური კონტენტ ლაინი რას გულისხმობს და როგორ იქნება, არის ხოლმე მოკლედ გაწერილი ნაბიჯები, როგორ ვქნით რაღაც პროდუქტს საბოლოო ჯამში, მაგალითად ზიგზაგ კამპანიაზე, როცა მუშაობდი და ეს არის ნატახტარის ლიმონათი, ძირითადად რაც ხდება ნაბიჯების მხრივ არის თავარი აზრის შექმნა, მესიჯის შექმნა, key ელემენტის შექმნა და მერე ამის კონტენტში თარგმნა. ეხლა ეს რას გულისხმობს? თავარი აზრი არის ხოლმე, რომ როცა რაღაც ახალ პროდუქტს ქმნი ან ახალი კამპანია შემოდის შენთან დავალებად, იქნება მთავარი აზრი, რასაც ან გაწოდებენ ის ადამიანები, ვინც ეს პროდუქტი შექმნა, ან მათთან ერთად იფიქრებ. ამ შემთხვევაში მაგალითად იყო, რომ მთელი კამპანიის მიზანი უნდა ყოფილიყო ადამიანებს ახალგაზრდებს ვანახოთ, რომ იყო განსხვავებული, არის კარგი. და უნდა ვიყოთ განსხვავებულები და მესიჯიც უნდა ყოფილიყო ამაზე მორგებული. მთავარი აზრის შემუშავების მერე პირველი რაც ხდება არის მესიჯის მოფიქრება. მესიჯს მარტო კონტენტ მენეჯერი არ იფიქრებს, უმეტეს შემთხვევაში მესიჯზე მუშაობს ხოლმე მარკეტინგის გუნდი მთლიანად და თუ კრეატიულ სააგენტოს ვემუშავებით სააგენტოს გუნდიც და მესიჯს ვადგენთ ერთად. მესიჯი შედგა შენ არავინ გავს. და შემდეგ უნდა შედგეს key ვიზუალური ელემენტი. key ვიზუალური ელემენტი არის იგივე მთავარი ვიზუალური ელემენტი. ვიზუალური ელემენტი უნდა იყოს შინაარსობრივად თანხვედრაში იმ იდეასთან, რაც შეადგენთ და უნდა გამოჩნდეს თქვენს ვიზუალებში. თუნდაც მინიმალურად და შეიძლება ერთ ვიზუალში საერთოდ არ მოგხვდეთ თვალში, მაგრამ მერე ფიც რო გადახედავთ, იქაც ნახავთ, რომ ეს ელემენტი ჭარბობს და რაღაცა შეკრულ სურათს ამის გამოიღებთ და ასევე ქვეცნობიერადაც ელექება ადამიანს ეს ელემენტი და უფრო კარგად აასოცირებს თქვენ კამპანიებს, თქვენ სხვა კამპანიებთან და პროდუქტებთან და ამიტომ მნიშვნელოვანია ხოლმე მთავარი ვიზუალური ელემენტიც. მთავარი ვიზუალური ელემენტი ამ შემთხვევაში იყო ზიგზაგი, ანუ ზიგზაგის ფორმა და რადგან ბრენდს გვია ზიგზაგი, სადაც ბევრი ფიქრია, მას არ დასჭიროებია, რომ ზიგზაგი უნდა ყოფილიყო და ეხლა ვნახოთ, როგორ აისახა ყველაფერი. შედგა პირველ რიგში მთავარი ვიდეო რგოლი, რამდენიმე თიზერი და ერთი მთავარი ვიდეო რგოლი და რგოლებში ჩანდა, რომ მთავარი მესიჯი იყო ეს და უბრალოდ ემოჯის სახით ჩანდა ამ შემთხვევაში მთავარი ვიზუალური ელემენტი, იმიტომ რომ ვიდეო არ იყო გრაფიკული. შემდეგ ტელერეკლამის გარდა შეიქმნა Facebook და Instagram კონტენტი და აქ თუ დააკვირდებით ნახავთ, რომ ზიგზაგი ბევრგან არის გამოყენებული, მაგალითად ცისფერი ზიგზაგებით მესამე ვიზუალში დაბლა, როცა ციტატაა გამოტანილი, იქაც ზიგზაგია დახატული, მერე ნახეთში ზიგზაგია დახატული და ზოგადად კონტენტის შინაარსი ყველა პოსტი თავისი აღწერით ეხმაურებოდა იმ მთავარ მესიჯს, რომ კარგია რომ განსხვავებული ხარ და კარგია რომ შენ არავინ გგავს და ამის შესაბამისად შეიქმნა კონტენტიც. მოკლედ, საბოლოო ჯამში ეგრე მოხდა და ფიდზე ეგ ყველაფერი იყო ერთად შეკრული. ამ წუთისთვის ოღონ მე არ ვაკეთებ ზიგზაგის კონტენტს, კაი, ბევრი წელი გავიდა მაგის მერე, მაინც დისკლეიმერად რომ იცოდეთ, რამე შემთხვევით არ დავიბრალო ბოლო 2 წელი არ მიხლია ხელი მე მაგ ყველაფრისთვის. კარგი, ძირითადად ეგ არის ყველაფერი, რაც მინდოდა, რომ პირველად ესე გვცოდნოდა და რაც ყველაზე მეტად დაინტერესებთ ხოლმე, როდესაც კურსზე მოდიან, მანამდე სანამ კითხვებზე გადავალ, ოღონ ვფიქრობდი, რომ ხო არ მენახებინა პატარა დავალება, როგორებსაც ვაკეთებთ ხოლმე პრაქტიკულ სამუშაოდ. მოდი ესეც ვნახოთ და კითხვებზე გადავიდეთ, თუ დრო გვექნება, ასევე შესაძლებელია, რომ ეს გავაკეთოთ, მაგრამ ვნახოთ, რამდენი დრო გვექნება და მაგის მიხედვით შეგვიძლია ამ ყველაფერზე მუშაობა. ერთ-ერთი დავალება, მოკლედ, ამ დავალებით იმის ჩვენება მინდოდა, რომ ყველა დავალება არის იმასთან შესაბამისობაში, რაც უნდა შეგვეძლოს და ვისწავლოთ კურსის ბოლოს. ერთი მაგალითად, რაც უნდა შეგვეძლოს აუცილებლად და ყველა ვარიანტში არის, რომ ბრენდის ხმაში შდებოდეს ჩვენი კონტენტი. ჩვენი კონტენტი თუ ვერ მოუხდა იმ პროდუქტს, რაზეც მუშაობს, ჩათვალეთ, რომ არ იმუშავებს, იმიტომ რომ ან ვერ მოიყვანს რაოდენობრივად კლიენტს, ან მოიყვანს არასწორ ადამიანებს, იმიტომ რომ თუ ბრენდის ხმას არ ემთხვევა, ბრენდს არაფერში არ ჭირდება ის ადამიანი, რომელიც არასწორად მიიყვანე. ამიტომ უნდა ვიცოდოთ ხოლმე ზუსტად ვიზე ვმუშაობთ. ამისთვის ყველაზე ხშირად დგება ხოლმე ეგრეთ წოდებული user persona, რაც გავრცელებული პრაქტიკაა და ძირითადად როცა რაიმის კონტენტზე ვიწყებთ მუშაობას, გვინდა პირდაპირ გაგებით ვქნით ესეთ პერსონას და
გვინდა ისედაც წარმოსახვითად ყავს ეს ადამიანი. ეს არის მოკლედ ერთი იდეალური მომხმარებელი, როგორიც ეყოლებოდა თქვენს გვერდს თუ თქვენს პროდუქტს თუ რაც გინდათ ის დაარქვით, მაგალითად აირჩიეთ ერთი ნებისმიერი ბრენდი და შეგიძლიათ რომ შექმნათ ამ ბრენდის იდეალური მომხმარებელი. იდეალური მომხმარებლის შექმნისას მნიშვნელოვანი ის არის, რომ ჩამოწეროთ ამ ადამიანზე ყველაფერი. ოღონდ იმდენად ყველაფერი, რომ ეცადეთ, რომ მაქსიმალურად არაფერი არ გამოგჩეს და რაც შუაში არ იქნება, ეგეთ ჩამოვწეროთ. აქ რამდენიმე კითხვა, რაც მაქვს გამოტანილი არის საორიენტაციო კითხვები, აუცილებელი არ არის, რომ ზუსტად ამას გაყვეთ. ყველაზე მნიშვნელოვანი არის, რომ მაქსიმალურად დეტალური და ისეთი ინფორმაციაც გქონდეთ ამ ჭყალებში ადამიანზე, რაც საერთოდ შეიძლება რომ გქონდეთ, იმიტომ რომ შეიძლება შენს user persona-ს შექმნისას დაწერო, რომ რა მაგალითად როგორი ტანსაცმლის შეძენა უყვარს, ან მაგალითად როცა ხედავს შემოდგომაზე რომ ფოთლები ცვივა, პირველად რა შეიძლება რომ გაიფიქროს, ყველაზე აბსურდული კითხვაც რაც მოგივათ, შეგიძლიათ რომ დაწეროთ ამ ადამიანზე, რომ მაქსიმალურად გაიცნოთ და მე რაშიც გეხმარებათ პროცესში ის არის, რომ თუ რაიმე კონტენტზე მუშაობთ და ვერ ხვდებით ზუსტად რა გააკეთოთ ან შექმენით რაღაც და ვერ ხვდებით თქვენს კლიენტურას მოეწონება თუ არ მოეწონება, შეგიძლიათ რომ ეს ადამიანი გაიხსენოთ როგორც რაღაც რეალური პიროვნება თითქოს და ამ ადამიანის მიხედვით მიხვდეთ რომ მოეწონებოდა თუ არ მოეწონებოდა. ასევე ყველაზე კარგად რაც მუშაობს არის ხოლმე რომ თუ რაღაც ლექსიკას ვადგენთ რომ მაგალითად როგორი სიტყვებით ვისაუბროთ და ჩვენი message box-ი რა იყოს, უნდა ერგებოდეს მაქსიმალურად ამ ადამიანს და უნდა ვითვალისწინებდეთ რომ მოეწონებოდა მას თუ არ მოეწონებოდა მას. ასევე შეიძლება რაღაც ვიდეო რგოლზე მუშაობისას გაგვახსენდეს ის რას უყურებდა და რა მომენტში დააპაუზებდა და რა მომენტში იტყოდა რომ ეს არ იყო ჩემთვის საინტერესო საერთოდ, იმიტომ რომ შესაბამისად გადააკეთებ შენს იდეას და მოვარგებ მას მაქსიმალურად. ესე ვეცადე რომ შემექმნა მე მაგალითად სერიალ ცვალებადი ნიშნების იდეალური user persona და შემდეგ შეგვიძლია გავიაროთ, მაგრამ ძალიან რო არ დავიღალოთ და გადავიტვირთოთ, ეხლა მოდი კითხვების ეტაპზე გადავიდეთ. მანამდე უბრალოდ მინდოდა მენახებინა, რომ საშინაო სამუშაო ბევრი გვაქვს ხოლმე, მაგალითად ეს მოვიტანე წინა კურსის პირველი ლექციის საშინაო დავალება და რაც მიყვარს ხოლმე არის, რომ ხანდახან, ოღონდ თქვენ არ გეცოდინებათ როდის, პატარა მინიშნებას ვაწერ ხოლმე სადმე ძალიან პატარაზე, რომელიც დამატებით ფულას მოგცემს და თუ იპოვით, გექნებათ დამატებით ფულა, თუ არ იპოვით, ვერა. და ამაზე ძალიან ვიხალისებ წინა კურსზე, თავიდან არ ვიცოდი, გამოდგავდა თუ არა, მაგრამ მე კარგი შედეგები მოიტანა, იმიტომ რომ ერთი სტუდენტებიც ხალისდებიან ეგრე და თან რაღაც ვცდილობ ხოლმე რომ რამე უაზრობა არ დავტოვო და რეალურად ყურადღება მიექცეს ეგრე საშინაო სამუშაოებს, იმიტომ რომ მართლა ძალიან მნიშვნელოვანია რომ ეგენი გაკეთდეს და მაქსიმალურად რო არ დავიკიდოთ, მოკლედ ვეცდები რომ გაგახალისოთ კიდეც ხოლმე. კარგი, კითხვებზე გადავიდეთ, მოდი. და მაგის მიხედვით გავაგრძელოთ მე შეხვედრა. ვინმეს გაქვთ ხელის აწევის ნიშნით, რომ ვანიშნოთ ამ პირდაპირ რო ვკითხოთ, იმიტომ რომ თქვენი გამორთულია ხმები და არ შეგვიშლის ხელს არავინ. მადლობა. საფოს აქვს ხელი აწეული, საფოს დიდი ხანი აქვს აწეული ხელი და დაიჭირა თუ რაიმე შეკითხვა არ ვიცი ზუსტად. გისმენთ საფო და მეგობრებო, ისე იდეაში იმდენად საინტერესო და ბევრ თემას შეეხო და დაწყვილებით სხვადასხვა პერსპექტივიდან შეგვახედა ამ პროფესიას. არ ვიცი. ხო, მაგრამ ჩემი მთავარი ის დამავიწყა, რაც გახსნისას უნდა თქვა ხოლმე, რომ ლაპარაკობ ძალიან ჩქარა და ყველა ლექციაზე წინასწარ ვიძახი ამას, რომ თუ რამე შემანელეთ. ჩქარი ტემპი მაქვს და თუ გამახსენებთ ვანელებ ხოლმე. მეგობრებო, ჩართოთ მიკროფონი, დასვით შეკითხვა და დაწერეთ. როგორ მოგეწონათ პირველ რიგში ამაზე გაგვიზიარეთ, თავეჭირება გაგვიხარდება თუ გაგვიზიარებთ, როგორ მოგეწონათ უშუალოდ უკვე რასაც ვისაუბრეთ. ჩართოთ მიკროფონი და გაგვიზიარეთ, ასევე საომალოდ რაიმე სხვა თემაც ხომ არ ჩავთოთ ამავე პრეზენტაციაში. გისმენთ. აბა, საერთოდ ყველაზე ხშირად კურსზე რა მოხდება და რაც ისეთი კითხვები მოდის ხოლმე, რაც იმას ეხება კურსზე კონკრეტულ თემას გავივლით თუ არა. ამიტომ რამდენი კურსია, ხო, სილაბუსი შეგვიძლია გადავიეროთ.
მოკლედაც შეგვიძლია გითხრათ, მაგრამ ჯობს რა თქმა უნდა იცოდეთ რა თემებს ვფარავთ და როგორც ხვდებით აი ამ ტემპით, რაც მარიამს აქვს ძალიან ბევრ საკითხს ფარავთ. პრაქტიკული კურსი არის და მართლაც ძალიან მნიშვნელოვანი იყო ჩემთვის, რომ ახლა ერთ-ერთი წარმატებული კურსდამთავრებული რომელიც იყო, რეკომენდაცია გავუწიოთ და დასაქმდა ერთ-ერთ ცნობილ სააგენტოში Connect-ში. ასე რომ იქ განაგრძობს უკვე კონტენტ კრეატორის პოზიციაზე საქმიანობას კონტენტ მენეჯერის. ერთ ჯუნიორს სავარაუდოდ მე თვითონ მოგპარავ მაკო ცოტათანში, იმიტომ რომ ხდება ექსპოილერით შეგიძლია რომ გქონდეს. დამაინტერესა. ძალიან კარგი ტრენერი, კი ბატონო. მადლობა. კარგი პროფესიონალი, მეც ბევრი წლის წინ გავიცანი ჯერ კიდევ უნჯის დროიდან. ესე იგი, სილაბუსს შევავლოთ და 8-10 ლექცია გვაქვს მაკო შენ გეხსოვნება? 10 შეხვედრა. 10 შეხვედრა არის, შეგვიძლია რომ საიტიდან სილაბუსი ვნახოთ, ხო, თან ფასტ-ტრეკება გვაქვს როგორც გითხარით. ერთი წამით გითხრათ ზუსტად როგორ არის. 300-მდე სასწავლო კურსი გვაქვს, მეგობრებო, ერთმანეთს აძლიერებენ. რა თქმა უნდა, თვენახევარი გრძელდება შეხვედრები საღამოს 8-დან 10 საათამდე, 2 შაბათობით და 4 შაბათობით. ახლა დაგილინკავთ მე თქვენ ამ კურსის ლინკს, ასევე ცალკე დავლინკავ სილაბუსს და შეგიძლიათ დეტალურად გაეცნოთ უამრავი მაგალითის საფუძველზე თქვენ ფაქტობრივად მზად იქნებით ამ სავარჯიშოების გაკეთებით ასევე. სასურველია რომ სტუდენტს ქონდეს რა თქმა უნდა ინგლისურ ენის ფლობა. ხო, ძალიან დიდი დოზით არ არის ეგ საჭირო, იმიტომ რომ მე მაქსიმალურად ვცდილობ ხოლმე რომ ქართულად მოგაწოდოთ ყველაფერი, რაც შესაძლებელია რომ ქართულად მოგაწოდოთ. უბრალოდ რამდენიმე ტერმინი არსებობს, რაც ყოველთვის ინგლისურად გამოიყენება ჩვენ სფეროში და მაგ შემთხვევაში ვხსნი ხოლმე ეგ რა ტერმინებია. ახალი ზოგადად სიახლეებსაც რა თქმა უნდა ქართულ ენაზეც არ უნდა დაელოდეთ და ყოველთვის მოკლედ ინგლისურ ენაზე მოგიწევთ ამ სფეროში განვითარება აუცილებლად და ეს მნიშვნელოვანი სკილი არის რომ განივითაროთ პარალელურად. შეხვედრები არის ონლაინ რეჟიმში, თუმცა რამდენიმე შეხვედრა ფიზიკურად გვაქვს გათვალისწინებული, თუ რა თქმა უნდა სტუდენტებიც მოახერხებენ მოსვლას. ჩვენ open ვართ ამასთან დაკავშირებით. მადლობა. კი, აბა რა თქმა უნდა იდეალური მომხმარებლის პორტრეტიდან უნდა ამოვდიოდეთ და ასევე მათი საჭიროებებიდან. მათი საჭიროებებს უკმაყოფილებთ ჩვენი პროდუქტით ან სერვისით. ხო, იდეაში პორტრეტი ისეთი რამეა, რაც თითქოს რო გაიგებ რო ეგ უნდა გააკეთო, ძალიან მარტივი რაღაცა არის და მიხარია ხოლმე რომ ეგეთი ნაწილები რაც საქმისთვის გვჭირდება ჩვენ ძალიან ხშირად მარტივიც არის და სახალისოც რო სინამდვილეში პრაქტიკაში შემოვიტანოთ, უბრალოდ ვიღაცამ უნდა გითხრას როგორ შემოიტანო და სწორი რა იქნება, თორემ იდეაში ძალიან სახალისოა მაგის კეთებაც და ბევრ რამეს გიმარტივებს მე, ამიტომ რაღაც ბორბლის გამოგონება არ გვიწევს ხოლმე რომ რაღაც შეუძლებელი შევქმნათ. ესე იგი საინტერესო იყო. ჩანაწერს გაგიზიარებთ ხვალ ელფოსტაზე, რომელიც რეგისტრაციის დროს მიუთითეთ, ასევე YouTube არხსაც აიტვირთება შეხვედრა. YouTube არხსაც დაგილინკავთ და ხვალ ამასაც მეილში მოვაქცევთ. ესე იგი აუტიზმის ცენტრის ფეიჯს მართავ და ახლა აღმოჩნდა რომ ყველაფერი მეუყოფილოა. ვისაც ზუსტად იმას ვითვალისწინებ, რაც თქვენ თქვით, ანუ მეც თავად შეხება ბავშვობელი ვარ და ვცდილობ ისეთი ვიდეოები, ფოტოკრეატივები შექმნა, რაც მე როგორც აუტიზმის მქონე ბავშვის დედას დამაინტერესებდა, მით უმეტეს თუ ახალი მშობელი ვიქნებოდი. კი. ძალიან სხვა შორის ის გამახსენოთ, რომ ზოგადად ახლა შეიძლება მაგის ფუფუნება ყველა სამ ქვეყანაში არ მქონდეს, მაგრამ თუ სადმე მუშაობას იწყებ ყოველთვის ბევრად უკეთეს შემთხვევაში ხარ თუ ისეთ ბრენდში მიდიხარ, რომელსაც ღირებულებებით ემთხვევი. იმიტომ რომ ინტერესებით და ღირებულებებით თუ არ ემთხვევი, ძალიან ძნელია მაგ კონტენტზე მუშაობა. მეც მაგალითად რაზეც მუშაობდი ბოლო წლებში ყველაფერს ვემთხვეოდი და ღირებულებებით მაგალითად ვემთხვეოდი ყველა კომპანიასაც მუშაობდი, მაგრამ ინტერესით მაგალითად გულწრფელად შემიძლია გაგიზიაროთ, რომ აჭარაბეთში მუშაობდი წელიწად ნახევარი და არაფრით არ მაინტერესებდა პოკერი. ძალიან ბევრი მასალის გაკეთება მიწევდა პოკერზე, საინტერესო ვიდეოები, საინტერესო ფოტომასალა, მაინც ვერაფრით ვერ ვისწავლე და ძალიან დავიტანჯე მოკლედ, ხო და არც ბრენდის ბრალი იყო, არც ჩემი ბრალია იყო, მეც ვცადე მაქსიმალურად, მაგრამ არ მაინტერესებდა და რა ვქნა, ხო და რაც უფრო გაინტერესებთ, რაზეც მუშაობთ და თქვენთან ახლოს არის, მით უკეთესი.
უფრო ბედნიერად იქნებით თქვენც და კომპანიაც. მაგრამ შეკითხვები, ხომ არ გინდა სილაბუსი გადავიაროთ? ხო, სილაბუსი სავსე შეიძლება. არის, რა თქმა უნდა, პრაქტიკული სამუშაოები, სილაბუსი ესეც არის მოცემული, ნახავთ იქ კარგად არის გაწერილი ყველაფერი. ეს პრეზენტაცია შემილია, რომ ჩავლინკო ეხლა. კი, შეიძლება და იდეაში აი მარიამი რომ თავისთან წაიყვანდა სტაჟიორად კურსდამთავრებულს კარგს, ზუსტად ესეთი კურსი არის, რომ ის მზად იქნება და იქნება საკმარისი, რომ ნებისმიერ დამსაქმებელს გაუხარდეს მისი გუნდში მიღება და დამატებითი ინვესტირება. პატარა საიდუმლოდ შემიძლია გითხრათ, რომ ამ სფეროში ერთხელ თუ მოიკიდებ ფეხს ანუ სადმე თუ მიხვალ კარგ კომპანიაში ან კარგ არ ვიცი დამსაქმებელთან, მე იმდენად პატარა სფეროა საბედნიეროდ თუ სამწუხაროდ, რომ მარტივად იცვლი როლსაც, მარტივად ვითარდები და მარტივად აღწევს ასულ კომპანიაში მუშაობასაც, იმიტომ რომ მართლა საქართველოში ჯერჯერობით ყოველ შემთხვევაში პატარა სფერო ვართ და ყველა კარგად ამჩნევს, რას აკეთებ, მართლა სხვა სფეროში შეიძლება რომ ჩაიკარგო, სადმე რაც წლები და საუკუნეები არსებობს, მაგრამ აქ ვერ დაიკარგები, თუ კარგად აკეთებ კონტენტს, მარტივად ხედავს ყველა და კონკურსებიც არის შესაბამისი და ასე შემდეგ. მოკლედ მაგაში ჯერჯერობით ბედნიერები ვართ. აგვიმართლა ეხლა დავლინკავ პრეზენტაციასაც. კი, და ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვანი პროფესია არის ხელოვნების დონეზე განსაკუთრებით, როდესაც აიყვან გუნდთან ურთიერთობას და მომხმარებლის საჭიროებების გაგებას, რომ შესაბამისი კონტენტით ხშირად ცნობიერება ამაღლა, ზოგჯერ პროდუქტი გაყიდო და ასე შემდეგ. ნუ მოკლედ ბევრი მიმართულებით იგეგმება ხოლმე კამპანიები სხვადასხვა ამოცანით და მიზნით. ლინკით გაგიზიარდათ, მეგობრებო, ამავე ლინკს მე შევინახავ და ხვალ გავაყოლებთ ჩვენს მეილს. ხო, თვითონ ლექციის განმავლობაში თეორიული ნაწილი არის ხოლმე დიდი, თუმცა სადღაც 2 საათიანი ლექციებია დაახლოებით. და უმეტესი ნაწილი არის თეორია, მაგრამ პრაქტიკული სამუშაოება ყველა ვარიანტში ნახევარი საათის განმავლობაში მაინც და ამ პრაქტიკული სამუშაოს გარდა მე მიდის ხოლმე შემდეგ საშინაო სამუშაოს აღწერაც, კითხვების ნაწილიც გვაქვს, მოკლედ ერთმანეთთან ურთიერთკავშირიც გვიწევს დიდი დოზით, ერთმანეთთან გულისხმობა არა მარტო მე და თქვენ, არამედ თქვენ ერთმანეთთანაც რაღაცები არის ხოლმე, რასაც ერთბაშად ესე განვიხილავთ და იდეაში კომუნიკაცია გვიწევს დიდი დოზით.